გამარჯობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ბიზნეს პარტნიორი იწყებს მუშაობას. გლობალურ ბირჟებზე ნავთობის მიწოდება ისევ შეფერხდა, მიზეზი კვლავ ჰორმუზის სრუტეა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული ორკვირიანი ზავის მიუხედავად ირანმა ჰორმუზის სრუტე ხელახლა ჩაკეტა და ნავთობის ტანკერებს ამ მარშრუტით გადაადგილება აუკრძალა. როგორც Financial Times-ი იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანმა ლიბანზე ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ მიიღო. სრუტის ჩაკეტვა ზუსტად ემთხვევა გუშინ ღამით ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ლიბანზე განხორციელებულ დარტყმებს, რის შედეგადაც საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ასობით ადამიანი დაშავდა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 აპრილს დილით ირანზე დაბომბვისა და თავდასხმების 2 კვირით შეჩერებას დათანხმდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისრაელით შეუერთდა, თუმცა მან მაინც გააგრძელა ლიბანის დაბომბვა, რასაც ირანმა ჰორმუზის ჩაკეტვით უპასუხა. ჰორმუზის სრუტის ხელახალ ჩაკეტვას მყისიერი ასახვა უკვე ჰქონდა სანავთობო და ოქროს ბირჟებზე გუშინდელი გაიაფების შემდეგ. დღეს ნავთობის ფასმა ზრდა ისევ დაიწყო. თუ გუშინდელი მონაცემებით 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი უკვე $91 ივაჭრებოდა, დღეს მისი ფასი $98-მდე აასული. რაც შეეხება 1 უნცია ოქროს ფასს, ის მნიშვნელოვნად გაიაფდა. გუშინ უნცია ძვირფასი მეტალის ღირებულება $4,800 ფარგლებში იყო, ამჟამად კი $4,711 ივაჭრება. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მომავალ პერსპექტივებს აფასებდა, მუშაობას სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ფონდის წარმომადგენლები მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სწორედ ამ შეხვედრების საფუძველზე გამოიკვეთა ძირითადი გზავნილები. ფონდის კონსულტაციების მისიის დასკვნით განაცხადში ნათქვამია, რომ ქვეყნის ეკონომიკა მდგრადია, თუმცა გლობალური რისკები, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების ფონზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სავალუტო ფონდი პირდაპირ მიუთითებს, რომ მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა, ინფლაციური წნეხის, საგარეო შოკები და გეოპოლიტიკური გაურკვევლობა საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. უფრო კონკრეტულად, რა შეფასებები გაკეთდა ვიზიტის ფარგლებში, როგორ აფასებს ფონდი ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, როგორია ქვეყნის ფულად საკრედიტო პოლიტიკა და რა რისკებს უნდა ელოდოს საქართველო, თემებზე ვრცლად ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ენდრიუ ჯუველი იმყოფება ბიზნეს პარტნიორის სტუდიაში. მოგესალმებით, ბატონო ენდრიუ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. It's a pleasure to be here. Thanks for inviting me. როგორც აღნიშნეთ, სულ რამდენიმე დღის წინ დაასრულა IMF-ის მისიამ საქართველოში მუშაობა. საინტერესოა პირველ რიგში ვისაუბროთ, რა იყო ძირითადი მიგნებები, როგორ შეფასდა საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ვიცით, რამდენად რთულია ვითარება, გეოპოლიტიკური შოკები და გავლენები არის ასევე გამძაფრებული. ამ მოცემულობაში, ამ რეალობაში რამდენად მდგრადი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა? So we think the performance of the Georgian economy has been quite strong. ეკონომიკის პერფორმანსი არის საკმაოდ ძლიერი, მიუხედავად იმისა, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, ირანში მიმდინარე ომი. ჩვენ ვნახეთ, რომ 2 თვის განმავლობაში 2026 წლის ეკონომიკა 8.5%-ით გაიზარდა, რაც 7.5%-იან ზრდასთან შედარებით გასულ წელს არის უფრო მაღალი. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ზეგავლენას ტურიზმის სექტორზე, სასტუმროებმა გააუქმეს ჯავშანი, გაუქმებული ფრენების გამო ახლო აღმოსავლეთიდან და ინფლაციაზეც გავლენას იქონიებს. სავარაუდოდ უფრო მაღალი ფასით იმპორტირებული საკვების სურსათისა და ნავთობის გამო, მაგრამ სავარაუდოდ ირანის ომი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ირანის ომის გავლენა საქართველოზე არ არის მაინც და მაინც დიდი და საქართველო ძალიან კარგად ართმევს თავს ამ ყველაფრის ფონზე სიტუაციას. კი ბატონო, ეკონომიკური ზრდა ვახსენეთ და ჩაგეკითხებით 5.3%-იან ზრდას პროგნოზირებთ, რა არის ძირითადი არგუმენტები ამის? I'm sorry, could you repeat the question? ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-ია. რა არის ძირითადი არგუმენტები თქვენის მხრიდან ამის? მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თებერვალში 8.4% იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა. Yes. So
We do see some slowdown. ჩვენ ხედავთ გარკვეულ შენელებას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით 7.5% იყო გასულ წელს ზრდა და 5.3%-მდე მიგრირებს, რაც საკმაოდ მაღალია. 5% არის ტრენდი ზრდის და ჩვენ ვარაუდობთ, რომ ტრენდზე მაღალი იქნება მაჩვენებელი. რა არის მთავარი ფაქტორები ეკონომიკური ზრდის? ჩვენ ვნახეთ ძალიან ძლიერი ინფორმაციური და კომუნიკაციის ტექნოლოგიის სექტორები. ერთ-ერთი მთავარი დრაივერი ასევე განათლების სექტორი არის მნიშვნელოვანი მიმართულება და ტრანსპორტი. საქართველოს ძალიან დიდი სარგებელი მიიღო ტრანზიტული ვაჭრობისაგან, რომელიც გადის შუა დერეფანში და აკავშირებს ახლო აღმოსავლეთს ევროპასთან. ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასაც შევეხოთ. საინტერესოა მოვისმინოთ თქვენი შეფასებები, როგორ აფასებთ ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას. რეფინანსირების განაკვეთი 8%-ია, საკმაოდ მკაცრი რჩება. გამკაცრებულ პოზიციაში რჩება მონეტარული პოლიტიკა. საინტერესოა პროგნოზების ფონზე ინფლაციასთან მიმართებით თუ განიხილავთ და უშვებთ, რომ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს და ზოგადად სტრატეგიას ეროვნული ბანკისას როგორ აფასებთ? We would say the NBG has been cautious. NBG-ს პოლიტიკა არის საკმაოდ ფრთხილი, მათ ეროვნულ ბანკს არ შეუცვლია საკუთარი მონეტარული პოლიტიკა, საკმაოდ ფრთხილი იყო და შემცირება ბოლოს დაფიქსირდა 2 წლის წინ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათთვის ასეთი სტრატეგია არის საკმაოდ გონივრული არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მათ გარკვეული სიგნალი იმასთან აკავშირებს, რომ შეუძლიათ გაამკაცრონ მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციის მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს თუ ომი გაგრძელდა, ჯერ არ გვინახავს, მაგრამ როგორც თქვი, ეს არის შესაძლებელი, რომ დავინახოთ უფრო მეტი ზრდა ინფლაციის, სურსათისა და ნავთობის ფასის ზრდიდან გამომდინარე და ამ ეტაპისათვის ამგვარი პოზიცია ეროვნული ბანკისგან არის საკმაოდ გონივრული. სიგნალის შემთხვევაში კი ინფლაციის მაჩვენებელი სავარაუდოდ გაიზრდება. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რომელიც გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმი დაფიქსირდა, ასევე ყოველგვარი ადეკვატურობის მაჩვენებელი 100%-ით შეავსო და გადააჭარბა. ამ ნაწილში როგორია თქვენი შეფასება და დაგროვების პოლიტიკას, ვთქვათ, რას უწინასწარმეტყველებთ ამ ეტაპისთვის? So it's no secret that in the past საიდუმლო არ არის, რომ წარსულში რეზერვების დონესთან აკავშირებით გამხატეთ შეშფოთება 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად ეროვნულმა ბანკმა თავიანთი რეზერვები, ასე ვთქვათ, გამოიყენა, როდესაც იცავდა ლარის კურსს, მაგრამ ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა გააკეთა საკმაოდ მნიშვნელოვანი შესყიდვები საერთაშორისო ბირჟაზე და ახლა რეზერვები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ჩვენ ვაფასებთ ადეკვატურობას ეროვნული ბანკის რეზერვებისა, ამას სპეციალური მატრიცით ვახორციელებთ და ამჟამად ჩვენ ვაფასებთ ეროვნული ბანკის რეზერვებს ადეკვატურ დონეზე. მაჩვენებელი არის საკმაოდ ადეკვატური ამ კუთხით. და ერთ-ერთი თემა ჩვენ დისკუსიებისა, კონსულტაციების დროს იყო ოპტიმალური დონე ცენტრალური ბანკის და ეროვნული ბანკის რეზერვებისა. და გარკვეული შეთანხმება იქნა მიღწეული მასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია უფრო მეტი რეზერვის აკუმულირება, რათა უფრო უსაფრთხო დონეზე იყოს, მაგრამ ამჟამად შეფასება არის ის, რომ ეს არის ადეკვატურ დონეზე. როგორ გამოიყურება IMF-ის თვალით დღეს საბანკო სექტორი ჩვენს ქვეყანაში და აქვეა შევაფასოთ ფინანსური სტაბილურობის დონე და მაჩვენებლები? Yes. We think the banking sector ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ძლიერი მაჩვენებელი და მხარე ქართული ეკონომიკის საბანკო სექტორი არის საკმაოდ დიდი მომგებიანი შემტანი და ასევე აქტივების ხარისხი არის საკმაოდ მაღალი, ორი მსხვილი ბანკი, საქართველოს ბანკი და TBC ბანკი არის საკმაოდ კარგად ართმევს თავს სიტუაციას და ეს იმას აღნიშნავს, რომ არ არსებობს რისკები, არსებობს გარკვეული რისკები, მაგალითად
საგარეო სასხებთან დაკავშირებით და არასაბანკო სასხებთან დაკავშირებით უძრავი ქონების დეველოპერების მიმართულებით მაგალითად, რომელიც არის ჩვენი აზრით ერთ-ერთი სივრცე, რომელიც უნდა იყოს მონიტორინგის ქვეშ, თუმცა საერთო ჯამში საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ძლიერი მხარე საქართველოს ეკონომიკისა. ქვეყნის ეკონომიკაში მთავარ გამოწვევად რას დაასახელებდით ამ დროისთვის, აიდენტიფიცირება რომ მოვახდინოთ ახლა ყველაზე სუსტი მიმართულება რა შეიძლება აღმოჩნდეს? Well, I'll talk about a couple of areas. Რამდენიმე მიმართულებაზე ვისაუბრებ და საკმაოდ ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობდა ბოლო კონსულტაციის დროს, რა თქმა უნდა. ამუშავო ბაზარი არის ერთ-ერთი მიმართულება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გამოცდილების კუთხით გაიზარდა გაუმჯობესდა სიტუაცია და უმუშევრობის მაჩვენებელი არის კვლავ საკმაოდ მაღალი. განსაკუთრებით ახალგაზრდებში შესაბამისად ინტენსიური დისკუსია ქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი. ჩვენი აზრით ეს დაკავშირებულია უნარების დეფიციტთან, რაც იმას გულისხმობს, რომ დამსაქმებლებს არ აქვთ შესაძლებლობისი, უბრალოდ სამუშაოს მაძლებლებს არ აქვთ ის უნარები, რასაც ეძებენ დამსაქმებლები. კიდევ ერთი მიზეზი არის წამახალისებელი ფაქტორები სამუშაოსთან დაკავშირებით, მაგალითად თუ იღებთ სამთავრობო ბენეფიტებს, სამთავრობო სარგებლოს, არ გსურთ, რომ დაბალი ანაზღაურების სამსახურში დაიწყოთ მუშაობა. ეს დაკავშირებულია მაღალი დონის უმუშევრობასთან და ეს არის ის გამოწვევა, რაც უნდა მოაგვაროს მთავრობამ. კიდევ ერთი გამოწვევა, რომელზეც საკმაოდ ბევრს ვსაუბრობთ, არის ურთიერთკავშირი, აქაც გულისხმობთ, რომ ეს უკავშირდება კვლავ შუადერეფნის კონცეფციას და იმას, თუ როგორ მიიღო საქართველოს სარგებელი ტრანზიტული ვაჭრობისაგან ევროპიდან აზიაში და პირიქით, რაც გადის საქართველოში, თუმცა მაინც არსებობს ძალიან ბევრი დაბრკოლება შუადერეფანში, რაც უნდა მოგვარდეს, ეს არის ინვესტიციები, გზების მშენებლობაში, გზატკეცილები, რკინიგზა, პორტის გაფართოება, ყველა ეს საკითხი საჭიროებს შესაბამის ყურადღებას იმისათვის, რომ ტრანზიტული ვაჭრობა გაუმჯობესდეს საქართველოში. ამიტომ სამუშაო ბაზარზე რეფორმები და ინვესტირება ამ მიმართულებებით, რაზეც ვისაუბრე, არის ძირეული, ასე ვთქვათ, მიმართულებები, რომელიც განაპირობებს მოგვიანებით ეკონომიკის ზრდას. კი ბატონო, და სავალუტო ფონდი რაც საუბრობს, ეს არის კიდევ სტრუქტურული რეფორმების დაჩქარების აუცილებლობა. საინტერესო იქნება კრიტიკული მიმართულებები რომელია, ამაზე ვისაუბროთ. Well, I just mentioned too. I mean, these are ორი მათგანი უკვე დავასახელე, ეს არის სტრუქტურული რეფორმები და სამუშაო ბაზრის რეფორმები, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები და ჩვენ ასევე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ საწარმოების მიმართულებით რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე. წინა პროგრამა შეწყდა სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვნახეთ საკმარისი პროგრესი ამ მიმართულებით. გარკვეული პროგრესი დაფიქსირდა, საკმაოდ კარგი დონე პროგრესის ფინანსური ზედამხედველობის კუთხით, როდესაც საქმე ეხება ფისკალური რისკების მართვას საწარმოებში, თუმცა მაინც არის ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სექტორში. და კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, უკავშირდება ეროვნული ბანკის მმართველობის გაუმჯობესებას. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც წინა პროგრამა შეწყდა. ტექნიკური დახმარების მისია გქონდა ამ თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება ეროვნული ბანკის მმართველობას, ძალიან ბევრი რეფორმები განხორციელდა და ასევე გავეცით განახლებული რეკომენდაციები და სიამოვნებით შემიძლია ვთქვა, რომ მისიამ ჩაიარა საკმაოდ კარგად და ეროვნულ ბანკებს აქვს დასახული უკვე პროგრესისათვის მნიშვნელოვანი გეგმები და ამ ხრივ ნამდვილად არის გაუმჯობესებული სიტუაცია. და დასასრულისკენ როგორ ხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს შემდგომ თანამშრომლობას? So something that was mentioned, I believe it was from the finance minister at the press conference. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა მგონი კონფერენციაზე რამდენიმე დღის წინ. პრინციპში მთავრობის სხვა წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ ვერ ხედავენ საჭიროებას ახალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამისათვის. და მიზეზები გასაგებია, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები არის რეკორდულ დონეზე, ფისკალური
სიტუაცია არის საკმაოდ გამართული ფისკალური პოლიტიკა კარგად ხორციელდება საჯარო ვალის მაჩვენებელი არის საკმაოდ დაბალი შესაბამისად ამ ეტაპზე ახალი პროგრამის აუცილებლობა არ არსებობს თუმცა ამასთან ერთად ჩვენი თანამშრომლობა მთავრობასთან გრძელდება ჩვენ უზრუნველყოფთ მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას და გავაგრძელებთ პერიოდული მისიების განხორციელებას ზუსტად იმ ხასიათისა რაც დავასრულეთ გასულ კვირას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ენდრიუ ჯუველი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდა SSF-ის მისიის დასრულების შემდეგ შეფასებებზე. მთავრობამ სააგენტო საწარმოო საქართველოში რეორგანიზაციის შესახებ დადგენილება გამოსცა. დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული ნორმები, რის შედეგადაც ქვეყანაში ახალი ინსტიტუცია საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ჩამოყალიბდება. დადგენილების თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირი აწარმოოს საქართველოში გარდაიქმნება სააქციო საზოგადოებად, რომლის დამფუძნებელი პარტნიორი იქნება სახელმწიფო. ამასთან 8 აპრილიდან 30 დღის ვადაში კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები უნდა დაინიშნოს. საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე და ერთი დამოუკიდებელი წევრი. გლობალური არასტაბილურობა და ომის შედეგად გაზრდილი რისკები ტკბილეულის სექტორზეც აისახა, შექმნილი ვითარება მნიშვნელოვნად ართულებს ნედლეულის მიწოდებას და ზრდის ლოგისტიკის ხარჯებსაც. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ბაზარი ამ ეტაპზე ზრდას ინარჩუნებს. წარმოებლების ინფორმაციით გასულ წელთან შედარებით გაყიდვები მომატებულია, ხოლო მოთხოვნა ტკბილეულზე, მათ შორის ორცხობილებზე, კვლავ მაღალია. თუმცა სექტორში უკვე ვარაუდობენ, რომ ომის ფონზე გაუარესებულმა მაკროეკონომიკურმა გარემომ შესაძლოა არსებული პოზიტიური დინამიკა შეაფერხოს და უახლოეს პერიოდში გაყიდვების შემცირება გამოიწვიოს. საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ფქვილი შესაძლოა სავალდებულო მარკირებას დაექვემდებაროს საკითხზე მეხორბლეები სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროებთან ერთად მუშაობენ. მიზანი გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობების მინიმიზება და ინიციატივა თავად სექტორს ეკუთვნის. რა შეიცვლება ბაზარზე რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში მოახდენს თუ არა ის გავლენას ფასზე და რა მდგომარეობაა ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე, ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ლევან სილაგავა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოდით პირდაპირ გადავიდეთ ამ კითხვის პასუხზე, განვუმარტოთ ჩვენ საზოგადოებას, რას გულისხმობს ფქვილის სავალდებულო მარკირება და რა პრობლემის მოგვარებაა თქვენი მიზანი ამ ინიციატივით. კი ბატონო, მოგესალმებით ათია, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. რეალურად პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც თქვათ შეგვძინა თვითონ ხორბლის აღების, მიღების, ჩაბარების, ფქვილის გამოშვების თქვათ იმ პრაქტიკამ, რომელიც თქვათ წლების განმავლობაშია ჩვენთან ჩამოყალიბებული, მოგცა დიდი და ფართო სურათი იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც გარკვეულწილად ოპერირება ხდება ფქვილის წარმოების და მიწოდების, მათ შორის პურის წარმოებლებზე, შესაბამისად აქ არის პასუხისგებლიანი, თქვათ, ის წისქვილ კომბინატები, რომლებიც პირნათელი არიან, მათ შორის ბიუჯეტთან, მათ შორის თქვათ თვითონ პასუხისგებლობას იღებენ ფაზზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ძირითადად ეს წარმოადგენს ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიები. თუმცა ბოლო ხანებში ძალიან ბევრი წისქვილ კომბინატი გაიხსნა, მცირე და საშუალო, რომელიც ფაქტიურად ამ ოპერირებაში გარკვეულწილად ჩვენი აქმებით არიღებს მონაწილეობას ისე აქტიურად, როგორც ეს თქვათ, ზოგადად მოითხოვს ამას ბიზნეს პროცესები. აქედან გამომდინარე, ჩვენი თქვათ წინადადება და ინსპირაციაც არის ის, რომ როგორც ეს 2013-14 წელში შემოსული არის მარკირება სავალდებულო, ეს არის ალკოჰოლ და არაალკოჰოლ სასმელებში და ამან მოაწესრიგა მთლიანად ეს დარგები, ამ ასევე ჩვენთან გარკვეულწილად შემოვიდეს ეს ინსტრუმენტი, რაც წესით მოაწესრიგებს მთლიანობაში დარგს, მათ შორის აღრიცხვიანობას, მათ შორის გაზდის ბიუჯეტებში შენატანს და მათ შორის ფასთან მიმართებაში იქნება ყველაფერი გამჭვირვალე. ეხლა თვითონ სტრუქტურულად როგორ ხდება ეს? ეს ხდება ჩვეულებრივ, თქვათ, პროცესს რო გავყვეთ,
თვითონ ტომარაფქვილი, რომელიც არის 50 კილოგრამიანი, შეიძლება 25-იანი, 10 კილოგრამიანი, ფაქტიურად აქ ხდება თვითონ მარკის ეგრეთ წოდებული ჩასტროჭკვა, ანუ გადაკერვა, რომ წარმოვიდგინოთ ფქვილის ტომარაზე და შესაბამისად რეალიზაციის შემდეგ, როდესაც ის მიდის წისქვილ კომბინატიდან, თქვათ, პურის ქარხანაში ან რომელიმე რეალიზატორთან, ის გარკვეულწილად, როდესაც იხსნება ეს ყველაფერი, ამ მარკის მეორეჯერ გამოყენება შეუძლებელია. ეს არის მკაცრი აღრიცხვის მარკა და შესაბამისად ეს აწესრიგებს მთლიანობაში თვითონ აღრიცხვიანობას, ანუ მინიმუმამდე დაყავთ გაყალბების მექანიზმი მაგ შემთხვევაში და შესაბამისად მთლიანობაში ყველა წისქვილ კომბინატი მოქცეული არის მთლიანად ბრუნვაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივა ეს არის, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითისათვის შარშან როდესაც თქვა ხორბლის ადგილობრივი მოსავალი იყო 200,000 ტონა დაანონსებული, ჩვენ შევხედეთ, რომ მთლიანად ეს რეალიზებული ბოლომდე არ იყო, უბრალოდ სტატისტიკაში არ ჩანს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი არა მარტო ჩვენი დარგისთვის, წისქვილ კომბინატებისთვის, არამედ იმ მეხორბლეებისათვის, რომლებიც აბარებენ ხორბალს, ადგილობრივ ხორბალზე ლაპარაკი წისქვილ კომბინატებში და მნიშვნელოვანია იმ პურის წარმოებლებისათვის, რომლებიც პირნათელნი არიან და სწორად მუშაობენ ბაზარზე. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს არის მოწესრიგების ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი და აქ კიდე ხაზი მინდა გაუსვა, რომ ორი უწყების თანხმედრა უნდა იყოს აქ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო როგორც ჩვენი თქვათ უწყება, რომელშიც ჩვენ შევდივართ და მეორე ფინანსთა სამინისტრო, სადაც თქვათ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია მოექცეს ეს დარგი, თქვათ, იგივე სავალდებულო მარკირების თემაში, როგორც ეს ალკოჰოლ და ალკოჰოლ სასმელებში არის. კი ბატონო, ანუ აპრიორში შეიძლება ითქვას თქვენი საუბრიდან, რომ აუცილებლად გაჯანსაღდება ბაზარი მარკირების, თქვათ, შემოღების შემთხვევაში. მინდა გკითხოთ, გონივრული ვადები რეგულაციის შემოღების თქვენი შეფასებით როდის არის? რეალურად ეხლა ჩვენ მიდის შესწავლა ამ საკითხის, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პირადად მინისტრს ვესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროში შეტანილი გვაქვს ეს წრილი და იქ მუშაობა მიდის. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს გამოკვლეული და თქვათ ისე გაკეთებული. იქ კითხვები არსებობს. ერთი კითხვა არის მაგალითად, რომ ხომ არ მოიწევს ეს მაგალითისათვის მარკირების შემოღება ფქვილის გაძვირებას, რომ შემდგომ მემ პურში გადადის. წინსწრებით ამას შემიძლია გითხრათ, რომ არავითარ გაძვირებაზე აქ ლაპარაკი არ იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ჩვენ გავლილი გვაქვს ეს სიტუაცია და დაახლოებით 3-5 თეთრი დღის ერთი მარკა, მაგალითისათვის 50 კილოგრამიან ფქვილში, რომლის ფასი დღეს 53 ლარია, ეს კაპიკებზე უფრო დაბალი ფასი არის. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია თვითონ მშვიდად ვიყოთ და ეს არავითარ გაძვირებას ეს შემოღებული რეგულაცია არ გამოიწვევს, ჩვენ მეტიც თქვათ შევთავაზეთ, რომ რეგულაციის გავლენის შეფასება გაეკეთებია იგივე ფინანსთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით და ამაზე მიდის მსჯელობა და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თუ ეს შემოღებული იქნება, იმიტომ რომ ეხა ძალიან მალე იქნება სეზონის დაწყება, ხორბლის აღების და შესაბამისად აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ რეგულაციით შევხვდეთ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს, თქვათ, მთლიანად არც ხორბლის ბაზარზე, არც ფქვილის ბაზარზე, არც მით უმეტეს პურის ბაზარზე, უბრალოდ ძალიან კარგად აწესრიგებს ამ ყველაფერს და ჩვენი, თქვათ, ასე ვთქვათ, საგზაო მიმართულება და რუკა ამ შემთხვევაში და ინსპირაცია არის იგივე ალკოჰოლ და ალკოჰოლური სასმელების ბაზრის მოწესრიგება, რომელიც ასეთივე მდგომარეობაში იყო. ანუ დამატებითი ფინანსური წნეხი სექტორის წარმომადგენლებისთვის ეს არ იქნება გასაგებია. თქვენ ახსენეთ სამინისტროში შეხვედრა, მეტი დეტალი მინდა გკითხოთ, თუნდაც რეგულაციის ძალაში შესვლასთან მიმართებით, რა საკითხები იყო განხილული ამ შეხვედრაზე? ამ შემთხვევაში გარდა მარკირების თემისა განხილული იყო სხვა საკითხები, იმიტომ რომ ძალიან ახლო მომავალში მე გითხარით, რომ თვითონ იწყება ხორბლის ახალი მოსავლის აღება, მათ შორის საქართველოში, რეგიონალურად რუსეთში, უკრაინაში, თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში, საიდანაც ჩვენ ხორბალი შემოგვაქვს და აქ საქართველოშიც ვიღებ და ის გამოწვევები, რომელიც მაგალითად
თქვენ ახსენეთ იგივე ამ გადაცემის დასაწყისში ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. თავისთავად ხადი აქ პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გადაცემითი ეფექტი აქვს იმას, რაც ხდება, ვთქვათ, იგივე ნავთობთან დაკავშირებით და ფასებთან დაკავშირებით და კიდე ერთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ სასუქები გაძვირდა მსოფლიო ბაზარზე, აგრეთვე ჰორმუზის სრუტის კრიზისთან დაკავშირებით და ჩვენ ფაქტიურად ვიყოფებით ახლა მსოფლიო ტურბულენტ მდგომარეობაში, იმიტომ რომ თქვენც ახსენეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გუშინ იყო გარკვეული შეთანხმება, რომ გაიხსნებოდა სრუტე, დღეს ისევ დაიკეტა და შესაბამისად აქ ძალიან ძნელია თქვათ განსაზღვრო ხვალინდელი დღე როგორ იქნება. ბატონო ლევან, ეს სამუშაო შეხვედრა ამასაც მიეძღვნა. ბატონო ლევან, სეზონი იწყება, როგორც აღნიშნეთ, საპროგნოზო მოსავალზე საუბარი ალბათ ახლა უფრო მარტივია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, როგორი კონტურები იკვეთება. კი ბატონო, ანუ მე ვახსენე ის უარყოფითი ეფექტები, ვთქვათ, რაც მსოფლიო ბაზარზე ანუ ხდება ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, ანუ ეს ნავთობი და სასუქის თემა, მაგრამ არსებობს დადებითი ფაქტორებიც იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითისათვის მსოფლიოს მოსავალი არის საკმაოდ კარგი, მოსალოდნელი, უბრალოდ ლოჯისტიკის გაძვირების თემა არის და ეს არჩევს დარგს ძალიან დიდ ვთქვათ ძალიან დიდ ფართო სურათში რო შევხედეთ ძალიან ეს სირთულეებს ამჩნევს, მაგრამ რეალურად თვითონ ეს მოსავლის რაოდენობა ფაქტიურად იმდენივია, რამდენიც მაგალითად შარშან იყო. და მეორე თემა არის ის, რომ ჩვენ ახლა რეგიონალურად შავი ზღვის მიმართულება მაინც ღია არის და ნუ აქ ძალიან სერიოზული ვთქვათ კატაკლიზმები მოსალოდნელი არ არის. და ნუ კიდე ერთი რომ მაგალითისათვის რუსეთი ძალიან აქტიურად აწვდის ყოველწლიურად ირანს და სპარსეთის ყურის ქვეყნებს ხორბალს. შესაბამისად, ნუ ესეც დამაინდებელი ეფექტი შეიძლება იყოს თუ აქ ახლა ომის შედეგად რაღაც შეიძლება ვთქვათ დადებითი ტენდენცია დავინახოთ იქიდან დაკავშირებით, რომ ის ხორბალი, რომელიც გათვლილია მომავალ სეზონში ირანისთვის და თვითონ სპარსეთის ყურისათვის, ფაქტიურად ეს უნდა სადღაც გაიყიდოს. შესაბამისად, თავისთავად ეს დაწოლას ახდენს ფასებზე. და ნუ კიდე ერთი თემა, ისტორიულად, როდესაც ხორბლის მოსავალი ახალი მოდის, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და საქართველოში, ფაქტიურად აქ ისტორიულად დაწოლა ხდება ფასებზე, იმიტომ რომ ძველი მოსავლის თქვათ გამოყრა ხდება და ნუ ახალი მოსავლისთვის შესანახი მეურნეობის განთავისუფლება და ნუ ესეც ფაქტორია, რომელიც ფასებს ძირს წევს. ნუ ეს ფაქტიურად დღევანდელ სიტუაციაში ჩვენთან ასახული არის, მაგალითად თვენახევრის წინ სანამ ეს კრიზისი დაიწყებოდა, ფასი იყო თვითონ ქვეყანაში ჩვენთან 60 ლარის ფარგლებში, დღესაც არ არის მაღალი ფასი, ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის, ეს არის 53-54 ლარის ფარგლებში და ნუ ყველას რა თქმა უნდა გაინტერესებს პურის ფასზე ასახვა. ჩვენგან გამომდინარე მე შემიძლია აბსოლუტურად დარწმუნებით გითხრათ და მეპურებთან ეს ვთქვათ შეთანხმებული პოზიცია, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ პურზე ფასი გაიზარდოს, მათ შორის ფქვილიდან გამომდინარე, იმიტომ რომ გითხარით, რომ ფაქტიურად ფასი სტაბილურია დღესდღეობით. კი ბატონო, სოციალურ პურზე ფასი არ გაიზრდება. დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის, დაგემშვიდობებით და სეზონი იწყება, შესაბამისად ჩვენი ეთერის სტუმარი თქვენ არაერთხელ იქნებით უახლოეს პერიოდში. მადლობა ჩართვისთვის. ლევან სილაგავა, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობდა ჩვენს ეთერში. ქართული ღვინის დეგუსტაცია სემინარები იაპონიაში ამომავალი მზის ქვეყნის 3 ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ეგრეთ წოდებული road show 7 აპრილიდან დაიწყო და 13 აპრილამდე გასტანს. ქართული ღვინის წარდგენა და პრეზენტაცია ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ტრადიციების, ვაზის, ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარების შესახებ ინფორმაციას მოიცავდა. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად მიიჩნევა, სადაც 2025 წელს 200,000 ლიტრამდე ღვინო გაიყიდა, რაც წლიურად 42%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ იაპონიის ბაზარი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციისადმი, განსაკუთრებული მოთხოვნითა და ავთენტური განსხვავებული გემოებისადმი მზარდი ინტერესით. მსგავსი აქტივობები კი ხელს უწყობს როგორც ექსპორტის ზრდას, წარმოების სტანდარტებისა და მარკეტინგული სტრატეგიების დახვეწას.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ტურიზმის სექტორის სიტუაციის დასტაბილურებას და ტურისტულ ობიექტებში დატვირთულობის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებას ახერხებს. HSC ჯგუფში ამბობენ, რომ შეჩერებული ფრენები ემირატებიდან და განსაკუთრებით ისრაელიდან უარყოფითად აისახა სექტორზე უფრო მეტად მარტში, თუმცა მარკეტინგული კამპანიებისა და ფასების კორექტირების ხარჯზე ახალ სტაბილური მდგომარეობაა და დატვირთულობა 80%-დან 95%-მდე აღწევს. კომპანიაში ამბობენ, რომ თუ დაძაბულობა გაგრძელდა და პიკურ სეზონს შეეხო, რა თქმა უნდა, დანაკლისი იქნება, თუმცა ამას სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტული ნაკადები დააკომპენსირებენ. აპრილის ჯავშნები კიდევ არის მოლოდინის პერიოდში, ნაწილი გადავიდა მაისსა და ივნისის მიმართულებებზე, ნაწილი უქმდება, ტოტალური გაუქმება აპრილის კუთხით ჯერჯერობით არა, უფრო last minute გაუქმებები მოყვება, ყოველდღიური ადაპტაცია, ყოველდღიური ახალ-ახალი ხედვის ჩამოყალიბება და თვალყურისდევნება გვიწევს, რომ სად ფასი აწიო, სად ჩამოწიო, იმდენად სენსიტიურია ამ მიმართულებით ბაზარი დღეს, რომ ყველანაირ ნაბიჯს შესაბამისი შედეგები მოყვება და ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილით და დიდი ამავდროულად მონდომებით ვართ ჩართული. რაც შეეხება გამყვან ტურიზმზე მომუშავე ადგილობრივ კომპანიებს, ჯგუფური ტურები აზიის ეგზოტიკური ქვეყნების მიმართულებით ჯერჯერობით ისევ შეჩერებული აქვთ, თუმცა ბიზნეს ოპერატორები ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომისგან მიღებული პირველი შოკური ეფექტი როგორც ტურისტულმა კომპანიებმა, ისე მომხმარებლებმა უკვე გადალახეს. კომპანიებში განმარტავენ, რომ ისინი სექტორში არსებულ რყევებს შეჩვეულები არიან და ამჯერადაც ადაპტირება დროულად მოხერხდა. მომხმარებლისთვის ბაზარზე უკვე გამოჩნდა ახალი ტურისტული პაკეტები და აზიის ქვეყნების ეგზოტიკური ტურები ევროპულმა ჩაანაცვლა. აი ეს პირველი შოკი, ასე ვთქვათ, რაც მივიღეთ ტურისტულმა კომპანიებმა და მომხმარებლებმა თითქოს უკვე გადავიარეთ, რაც ამ ომიდან გამოწვეულ შოკურ მდგომარეობას ეხება. იყო თავიდან აი ესეთი კითხვები, რომ ევროპაში რო წავიდე, საშიშია, კონკრეტულ ქვეყნებზეც იყო. რა თქმა უნდა, დუბაი, დოჰა და ასე შემდეგ, რაც ძალიან კარგად გაყიდვადია გაზაფხულზე და დიდი მოთხოვნები იყო და ბევრი ჯავშნები ჰქონდა, ეს ყველაფერი აღარ არის სამწუხაროდ და მიმართვიანობას არ არის, მაგრამ ეხლა ეს თითქოს უკვე დამშვიდდნენ, გადავედით სხვა მიმართულებებზე, უკვე მიჩვეულები ვართ ამ რყევებს და მალე ვახდენთ ადაპტირებას. ძალიან კარგად იჯავშნება ჩემი კომპანიის შემთხვევაში თურქეთის საგზურები, ევროპის საგზურები, ეგვიპტე. სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგების ზრდის ტემპი შენელდა 2025 წელს კომპანიებმა 129 მილიონი ლარის მოგება დააგენერირეს, რაც წინა წელთან შედარებით მხოლოდ 2 მილიონი ლარით არის გაზრდილი. დაზღვევის ზედამხედველობის ანგარიშის მიხედვით სადაზღვევო პროდუქტებს შორის კვლავ სამედიცინო დაზღვევა ლიდერობს, ავტოდაზღვევის მაჩვენებელი კი ისევ დაბალია და ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 8%-ია დაზღვეული. როგორ გამოიყურება მთლიანობაში ქართული სადაზღვევო სექტორი, რამ განაპირობა მოგების ზრდის შენელება და როგორია პერსპექტივები ჩვენ სტუმართან საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელთან დევი ხეჩინაშვილთან ერთად მიმოვიხილავთ. მოგესალმებით ბატონო დევი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, სექტორის მოგების მაჩვენებელს შეეხება, რომ სექტორი ინარჩუნებს მოგებას, მაგრამ შენელებულია ტემპი. რა არის ეს ძირითადი არგუმენტები და ფაქტორები, რამაც ეს განაპირობა და შეფასება, რამდენად ჯანსაღია სექტორი? ჯანსაღი სიტყვა არ მიყვარს საერთოდ ამასთან მიმართებაში ეკონომიკასთან, მაგრამ მე ესე ვიტყოდი რა, რომ სექტორი იზრდება უფრო სწრაფად, იზრდება ეკონომიკა, იზრდება საშუალოდ უფრო სწრაფად, ვიდრე იზრდება კერძო სექტორი საქართველოში. წელსაც შენელებული იყო ზრდა შარშან 12%-ის დაიყო. ხა ცოტაა თუ ბევრია, ამაზე ვიკამათებთ, მაგრამ ეგ არის რაც არის. ხა ეს რაც ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ იმის გარეშე რომ რა სიტუაცია გვაქვს, ხო? არავინ არ გვებრძვის, თქვა ქვეყნის შიგნით, მაგრამ არც გვეხმარება. აი ამ ვითარებაში 12%-იანი ზრდა არის ალბათ ნორმალური, ესე უნდა ითქვას. კონკურენცია ძალიან მაღალია, უკვე 19 კომპანიაა ბაზარზე.
კონკურენცია მაღალია, მათ შორის არის ზეწოლა მოგებაზე, ეს ნათელია. მაგრამ მეორე სულ თითქოს კარგია მომხმარებლისთვის. რეალურად ისეთი 7 მდგომარეობა არაფერი ძალიან არ იცვლება, რამდენიმე პროცენტი ზრდა არის რაოდენობებში დაზღვეულის, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევაში, ძალიან რთულია იმ პრობლემურ რეგულატორულ გარემოსთან მიმართებაში, რომელიც არსებობს, სადაც ფაქტიურად აქტიურმა და შრომელმა ადამიანმა თუ გადაწყვიტა კერძო დაზღვევის კიდვა, დაკარგავს სახელმწიფო პროგრამას. პროპორცია როგორია, რომ გითხრათ, აი სურათის უფრო ნათლად დასანახად ანაზღაურებულ ზარალსა და მოზიდულ პრემიას შორის. ზარალის აი როგორ არის იცით, ესეც ხო ძალიან რთულია, ხა მე რო ციფრები ვთქვა, ეს არაფერს არ აძლევს მომხმარებელს, იმიტომ რომ ზარალი 70% რა არის, კარგია თუ ცუდია, ხო? მაგრამ თემა არის ესეთი, რომ მაინც სადაზღვევო კომპანიები თავიანთი უნარებით აკონტროლებენ ზარალიანობის ზრდას, თუმცა ტენდენცია სულ არის ზარალიანობის დისკენ. მათ შორის იმიტომ რომ ძვირდება ფაქტორები, რომლებიც ამაზე მოქმედებს და ინფლაცია, რომელიც გვაქვს, ფინანსური ინფლაცია, ფასების ინფლაცია, აი მარტივად რა, სამედიცინო მომსახურების ფასების და იქ რაღაც მანქანების ნაწილების ფასების და რომელიც მოდის, ეს სულ აისახება და ამის კონტროლს უცდილობენ ძალიან მკვეთრი კონკურენციის პირობებში. აი ესეც უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან მკვეთრი კონკურენციის ბაზარია. ეს აქ არავის არ აქვს საშუალება, რომ თქვათ რაღაცა ზემოგებებზე ან რამეზე ითამაშოს, მაგრამ თემა არის ესეთი რა, აი რაც წლების განმავლობაში ვლაპარაკობთ ამაზე, რომ ბევრად მეტი შეუძლია ამ ინდუსტრიას გააკეთოს. აი დღესვე რო გაუშვა, რო გადაატრიალო გასაღები, უკვე ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია ეკონომიკური დაცვის. ბატონო, არავინ არ გვებრძვის, მაგრამ არც გვეხმარება ახსენეთ თქვენ და ამავდროულად რეგულაციურ წნეხსაც გაუსვით ხაზი. ახლა თქვით, რომ გადაატრიალო ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება. ანუ გამოწვევები რა მიმართულებით. ჩვენ ეს აღარ აი ეს წლებია ამაზე ვლაპარაკობ. ავტომფლობელის პასუხისგებლობის სავალდებულო დაზღვევა. საერთოდ პასუხისგებლობის დაზღვევები იმ ეკონომიკა პასუხისგებლობის გარანტირების გარეშე ვერ მუშაობ. ჩვენთან ყველა ვმუშაობთ all risks-ზე. ფაქტიურად ეს არ არის მარტო დაზღვევის ამბავი. დაზღვევა არის იმისათვის, როცა პასუხისგებლობა გედება, ის დააკომპენსირო ისე რომ არ გეტკიდო ძალიან რა. ეს არის ჩვენთან ძალიან დაბალ დონეზე რა. საერთოდ ესეა ჩვენი ბიზნესი, ჩვენი ყველაფერი full risk-ზე მუშაობს ყველა, ოჯახია თუ ის არის და მე ამას მე ან კომპენსირდება პრობლემის გაჩენის დროს, ან არ კომპენსირდება. ეს ინიციატივა რა ეტაპზეა ამ ეტაპზე? წლებია საუბრობთ. იცით რა, მოდი ესე ვთქვა, წლებს რო შევადაროთ, ეხლა საუკეთესო ეტაპზეა. იმიტომ რომ არსებობს მთავრობის შიგნით შეთანხმებული კანონპროექტი, მისივე მთავრობის კანონპროექტი, რომელიც დარეგისტრირებულია განსახილველად პარლამენტში. ეხლა ბოლო მომენტია, რომ ეს უნდა დაიძრას თვითონ ეს საკითხი და ნუ ყოველ შემთხვევაში აქამდე ლაპარაკი ესეთი კაი მდგომარეობა არ ქონია ჩვენ წლების განმავლობაში. იგივე მაინც მინდა გაუშვა ჯანმრთელობის დაზღვევის თვალსაზრისით, ხო? აქ მთავარი დაინტერესებული მხარე ადამიანია. ანუ ადამიანი, რომელიც შრომობს, დოვლაც ქმნის ამ ქვეყანაში და ეკუთვნის საყოველთაო, ხო? სიკეთე სახელმწიფოსგან, რა ძალიან კარგია, თუ გადაწყვიტა, რომ კიდე შეიფსოს ის კერძო დაზღვევით, დაკარგავს სავალდებულო, დაკარგავს საყოველთაოს. აი ეს უნდა შეიცვალოს. ამაზე გვაქვს ბევრი წელია ლაპარაკი. ეს ძირითადად არის პირდაპირ ინტერესი ადამიანების და არა ჩვენი. ჩვენც დაგვეხმარება. იმიტომ ადამიანები სხვანაირად მიიღებენ გადაწყვეტილებას და საცალო ბაზრის ზრდა ძველით, მაგრამ აი რაღაც ეგეთი რამეები არსებობს რა. კარგი თემაა, რომელიც ახალია წელს დაიწყო, ეს არის კერძო საპენსიო დაზღვევა, რომელიც წელს ფაქტიურად ფისკალური შეღავათებით ამოქმედდა და ეხლა ვნახოთ, როგორ შეიძლება ჩვენი კოლეგები ეს მიიტანონ მომხმარებლამდე. ესეთი დაგროვებითი პროდუქტები და ნახოთ რა, რაღაცები არსებობს რა, რომელმაც შეიძლება სულ სხვა დინამიკა მიცეს ბაზარს და დაცულობას ამ ეკონომიკის და ამ ოჯახის. ცნობიერებაზე რაც გვეტყვით საზოგადოების, რამდენად დიდია სურვილი, ვთქვათ, ამა თუ იმ პაკეტის შეძენის. გასაგებია ფინანსური წნეხი და არსებული რეგულაციები, მაგრამ აი სურვილი პრიორიტიზაცია.
ნახეთ, აქ არ არის წნეხი. აი ხო არის ადამიანი ფიქრობს რაღაცას. აი ჯანმრთელობის დაზღვევა უკვე ესმის, რომ საჭიროა და რაღაც 750,000 ადამიანს საქართველოში აქ უკვე კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა ნაყიდი მიუხედავად იმისა, რომ მარტივად ცუად ვიტყვი, ისჯება ამისთვის. ხო კარგავს უფასო საყოველთაოს. უმეტესობა მათგანი. ეს არ ეხება პენსიონერს, არ ეხება ბავშვს და არ ეხება სოციალურად სულს. მაგრამ მიუხედავად ამისა ყიდულობს, ეს არ არის პატარა მაჩვენებელი. ეს ნიშნავს, რომ რაღაცაში, ანუ პრიორიტიზაციას როგორ აკეთებ, მანქანა რო სულ 8% ყავს, როგორ თქვენ ძანე დაზღვეული, ეს ნიშნავს, რომ მაინც მანქანასთან მიმართებაში და თუმცა ეს იცის ყველამ, რომ სულ ხდება, ხო? ავტოსაგზაო შეხვედრა ხდება, სულ და სულ ხარჯია. ეს ხარჯი ხა იქ რო იქნება მერე განხეთქილება დამზადება მას შორის ან ანაზღაურდება, ან ორივე მხარე იჩაგრება, ხო? იმან უნდა გადაიხადოს, ან შენ ხარ ესეც არის ჯერჯერობით ხო 8%, 9%-ს ვერაცდა. აი რთულია, ცოტა გაიზარდა ქონების დაზღვევა, მაგრამ არა ინდივიდუალურ სექტორში. მაინც უფრო ბიზნესი ცოტა უფრო აქტიურობს, მაგრამ მაინც ძალიან დაბალია იმასთან მიმართებით, რაც უნდა იყოს, რომ ეკონომიკა იყოს დაცული. დიახ. და რა თქმა უნდა, ფასები არის ყოველთვის აქტუალური და ხშირ შემთხვევაში განსაზღვრელიც იმ ფონზე, როდესაც მოგება ფიქსირდება, მაგრამ შენელებულია ტემპი, ხომ არ უნდა ელოდოს მომხმარებელი, ვთქვათ, ფასების გაწვირებას. მაგ არგუმენტით არა. მაგრამ ეხა ფასების და იმდენი ფაქტორი მოქმედებს ამაზე, რომ აუცილებლად მოხდება წელსაც. სადღაც 10-12%-იანი ფასების და სულ იყო ხომე. ну იქ რო ჩავთვლით აქ რაღაც 7% ინფლაცია რაღაც არ არის, ну ისეთია რა. მორიდე ხა წელს რაღაცები გვეცვლება, ეხა მაგალითად დენის ფასები 20-25%-ით გაიზარდა. აუცილებლად აისახება საბოლოო ჯამში სადაზღვო პროდუქტის ფასებზეც. ეხა რაც ხდება თქვენ წინა სიუჟეტში აღმოსავლეთზე იყო ლაპარაკი, იქ როგორ დაალაგდება ეს სიტუაცია და როგორ ეკონომიკა როგორ ირეაგირებს, ხო? ჩვენ რასაკვირველია ეკონომიკის დის გარეშე ჩვენც ვერ გავიზდებით. ეს უდავოა სრულებით, ასე რომ ფასების და იქნება კონკურენციის, ძაფრი კონკურენციის გამო ის იქნება აი მაქსიმალურად შეზღუდული და ერთი რამე უნდა გვესწოდეს. არავის არ აწყობს ფასების და, იმიტომ რომ დაზღვევა განსაკუთრებით არ არის პირველი ხარისხის მოხმარების პროდუქტი, იმაზე უფრო ადვილად იტყვის მომხმარებელი უარს, ამიტომ არ გვაწყობს და მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა ფასებში. და რაც გვეტყვით სექტორის ზომაზე 19 სადაზღვევო კომპანია, როგორც აღნიშნეთ, არაერთხელ ახსენეთ, რომ კონკურენცია არის ბაზარზე. რამდენად არის საკმარისი, თუ მეტია საჭირო, თუ ნაკლები, რას გვეტყვით? ეს ისეთი რთული შეფასებითი თემაა. მოხდება რაღაცეები სექტორში, მოხდება გამსხვილებები, მოხდება შეერთებები, მაგრამ ეს ყველაფერი გააჩნია ბიზნესი როგორ განვითარდება. ჯერჯერობით ამ 19 კომპანიას ეთყობა ყოფნის ის არეალი, რაშიც მოქმედებენ რა. და შეუძლიათ მიაწოდონ მომხმარებელს ძალიან ძაფრი კონკურენციის შემთხვევაში პირობებში მომსახურება. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ბევრია თუ ცოტა, ამას არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, მთავარია, რომ აი როგორ იქნება, აი მაგიტო არის რა, თავარი არის თემა ის, რომ ადამიანი შევიდეს სადაზღვევო ურთიერთობაში. ნახოს იქიდან სიკეთე, ამას მიეჩვიოს, როგორც არის განვითარებულ ქვეყნებში. იქ წარმოუდგენელია, რომ ვინმე ავტომობილში ჩაჯდეს ისე ან ქუჩაში გავიდეს, რომ პასუხისგებლობა არ ქონდეს დაზღვეული. იმიტომ რომ იცის, რომ ყოველთვის რაღაცა ხდება. სამოქალაქო პასუხისგებლობის კულტურის ნაწილი უნდა გახდეს ჩვენი. ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ინდივიდუალური და საოჯახო იმისთვის. არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველაფერი ხდება, ხო? ახლა ჩემი დიშვილი გავიდა გერმანიაში და შეეჯახა იმით ველოსიპედით, მეორე ველოსიპედით და 9,000 ევროს ზარალი წარმოიქმნა. დიახ. რო არ ქონოდა დაზღვევა, ეკნებოდა პრობლემა. პირადი ფინანსური წნეხი. კი, გასაკვირველია. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად საინტერესო საუბრისთვის. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით სადაზღვევო ინდუსტრიაზე ჩვენს ქვეყანაში.
სადღესასწაულო პერიოდის მოახლოებასთან ერთად საცალო ვაჭრობის სექტორი ტრადიციულად აქტიურ ფაზაშია, ბაზარზე უკვე შეიმჩნევა გაზრდილი მოთხოვნა და სეზონური აქტიურობა. ამ ფონზე განსაკუთრებული ყურადღება სააღდგომო პროდუქტების სეგმენტზეა, მათ შორის პასკაზე. როგორია წინა სააღდგომო სამზადისი და სადღესასწაულო ტენდენციები, ვრცლად ნია ბაკურაძის სიუჟეტში ნახავთ. ჯეჯილი, წითლად შეღებილი კვერცხი და ტრადიციული სუფრის მთავარი სიმბოლო პასკა. წლებთან ერთად იცვლება გემოვნებაც, რის შედეგადაც ირგვლივ უფრო ხშირად გვხვდება სხვადასხვა რეცეპტით დამზადებული პროდუქცია და უცხოური პანეტონეც, რომელიც დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება ქვეყანაში. სააღდგომო სამზადისში საწარმოებიც აქტიურად ერთვება. მოთხოვნის ზრდასთან ერთად აქ მარაგების შევსებაც ინტენსიურად მიმდინარეობს. პასკის დამზადება ზოგადად ძალიან რთული და შრომატევადი პროცესია. წელს მივიღეთ ერთ-ერთი საუკეთესო პასკა, რომელიც მთელი ჩვენი არსებობის ისტორიაში გვაქვს. ეს იყო უცხოელი სპეციალისტის დამსახურება, რომელმაც ბევრი რამე შეგვაცვლევინა. უფრო ევროპული კუთხითაც დაგვანახა პასკის ცხობა როგორ უნდა. 24 დღე დაგვაგვიანდა იმისთვის, რომ შეგვექმნა ის რაოდენობა, რაც ბაზარს თვლით რომ ეყოფოდა. დაახლოებით 5-6%-ით გაგვიწვირდა წელს პასკა, რაც გამოიწვია ძირითადად ხელფასების და თბილისში რა თქმა უნდა მეტი იყიდება, მაგრამ რეგიონშიც კარგად იყიდება. ფასების ზრდა შეინიშნება ლოკალურ ბაზრებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში გაყიდვებისა და პოტენციური მომხმარებლების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. ამ ეტაპზე ტრადიციულად მთავარი მოთხოვნა კვერცხზე, საღებავებსა და ტკბილეულზეა. მაღაზიათა ქსელების სიმრავლე გარემო ვაჭრებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. როგორც თავად დაფასებენ, მიზეზი კომფორტი და ქალაქის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილების პრობლემა, რაც მომხმარებელს მაღალი ფასნამეტის გადახდის მოტივაციას აძლევს. ბაზარი ხო იცი მაინც მაღაზიებმა მაინც დაგჩაგრა. კი, გაგვიძვირდა რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ასეთი ადგილობრივი ვინც აქ ცხოვრობთ, არ ვამატებთ იმდენს, რომ არ მოვიდეს კლიენტი, მაინც ვახერხებთ, რომ აღარ დავამატოთ იმდენ 30-50 კაპი, მეტი არა შვილი. თუ ვინმე უცხოელი შემოვიდა, თუ უკრაინელი, თუ რუსი, კიდე არ აგვიშავს. მიუხედავად ეკონომიკური გამოწვევებისა, დღესასწაულები რითეილ სექტორისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ მასტიმულირებელ პერიოდად რჩება. აღნიშნული ეფექტი ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში განსხვავებულად იგრძნობა. ეს კი მომხმარებლის მხრიდან უფრო კომფორტულ, მრავალფეროვან და მარტივად ხელმისაწვდომ სერვისებზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. ბიზნეს პარტნიორი ამ დროისთვის დასრულებულია. ბედნიერ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გისურვებთ. დღის ბოლოს უკვე მაია ჭუჭულაშვილი შემოგიერთდებათ აქტუალური თემებითა და საინტერესო სტუმრებით. მადლობა ყურადღებისთვის.